საღამოშვიდობის ჯანმრთელებო, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა გაგიჟღეროთ. მოკლედ დღეს დავასრულე ესაია 66 თავი კუმრანის ტექსტთან შედარებით. რაღაცები არის აკლია ტექსტ და ისინი ჩავასწორე, ტექსტი გავასწორე 66 თავით. არის ესაია, მორჩი უკვე და ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი ვიპოვე. ეს არის 53 თავის მეათე მუხლი. ესაია წინასწარმეტყველის, რომელიც მოყავთ ერეტიკოსებს, ვითომ აქ იესოზეა საუბარი, მაგრამ არ არის მეგობრებო და იმიტომ მიხარია სასიხარულო ამბავი ჩემთვის, იმიტომ იყო ეს მუხლის აღმოჩენა ჩემთვის, რომ მე-11 საუკუნის ხელნაწერში პირველ ყოფილობაზეა საუბარი. აზე ხარ? და აი ზუსტად ეს მუხლი არის გამქრალი ბიბლიიდან. შეგნებულად არის გამქრალი, იმიტომ როცა კუმრანიტელები, ასე ვთქვათ, როდესაც ებრაული ტექსტები იწერებოდა, იმ ებრაული ტექსტებთან ერთად, ვინც წერდნენ ამ ყველაფერს, მონაწილეობას იღებდნენ დღევანდელი ვითომ ქრისტიანები. ანუ ესენი ქრისტიანები არ არიან. ანუ ხდებით ხალხურად შესაქმე. ქრისტიანები კი არ არის, ესენი არიან ის იუდეველები, რომლებმაც ქრისტე მოკლეს. აი ძალიან მარტივი არის, აი უბრალოდ რო დაფიქრდეთ რა, პასუხებს ვერც ერთი მღვდელი, ვერც ერთი მამაო, ვერც ერთი სასულიერო პირი თქვენ ვერ მოგცემთ ამაზე პასუხს. თუ რატომ არ აღიარებენ იაჰვეს სახელს ლიტურგიაზე და ტაძარში და რატომ არ აღიარებენ ერთპიროვნულ პირველყოფილ მამას, რომელსაც ებრაელები ეძახდნენ იაჰვეს. ეს ესაიაში მეორდება 4ჯერ თუ 3ჯერ მაინც. იაჰვე ჩვენი მამა ხარ. ჩვენი მამა ხარ შენ იაჰვე. ესე იგი მამა ვინ არისო? იაჰვეო. ებრაელების მამა ვინ არისო? იაჰვეო. იესო ვინ არისო? იაჰვეს მსახურიო. იაჰვეს მართალი მორჩილიო. იაჰვეს არჩეული მსახური, რომელზეც დაივანა იაჰვეს სულმაო. თვითონ იესო ადასტურებს, რომ იაჰვეს სული არის მასზე, იაჰვემ სცხო მას. ანუ ასახელებს, რომ ის არის მეორე პიროვნება ზეცაში. და ამას ენოქის წიგნიც ბეჭედივით ადასტურებს, რომ იესო ქრისტე არის მეორე პიროვნება უზენაესის შემდეგ მის წინაშე წარმსგარი კაცის ძე, რომელსაც უზენაესმა სულთა უფალმა მზის შექმნამდე უწოდა მას ეს სახელი და ამოირჩია. აზე ხართ ხალხურაზეა საუბარი. ესაიას 43:10-ში ზუსტად ეგ ინფორმაცია წერია და წავიკითხოთ. თქვენ ხართ ჩემი მოწმეები, ამბობს იაჰვე უფალი. ჩემს მსახურთან ერთად, რომელიც მე ამოვარჩიე. ანუ იესოა, ცხებული. ანუ თქვენ ხართო ჩემი მოწმეებიო, ამბობს უფალი ღმერთი. ჩემს მსახურთან ერთად, რომელიც მე ამოვარჩიე და არა მე ამოგირჩიეთ. თუ მსახურში ისრაელი გულისხმება, ხა ისრაელის ხალხი, მაშინ ამოგირჩიეთ მრავლობითში იქნებოდა, მაგრამ არა. უფალი ამბობს იაჰვე, თქვენ ხართ ჩემი მოწმეები, ეუნება ისრაელის შთამომავლებს, იაკობის შთამომავლებს, ჩემს მსახურთან ერთად, რომელიც მე ამოვარჩიე. პირდაპირ ეს წერია კუმრანის ტექსტში. და შემდეგ რათა იცოდეთ და გჯეროდეთ ჩემი და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ. ანუ ის კი არაო, რომელიც მე ავირჩიო, ის რომელიც აირჩია თვითონ როგორ იქნებოდა. მე ვარო ეს მე ვარო, ეს ვარო მეო. ანუ იაჰვე მე ვარო. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და არ ჩემ შემდგომ იქნება. და ეხლა ნახეთ, რატო გამიმყარა ეს აზრი, რომ აქ საუბარი არის არა იესოზე, რომ აი ის ვარ მეო და ის არისო ჩემი თავიო და სამება ვარო, არა. აი ეს ვარ მე, ანუ იაჰვე ვარ მე, მხოლოდ მე. ხვდებით? აი ეს არის ხელნაწერი მე-11 საუკუნის, რომელიც ხელნაწერთა ინსტიტუტმა გამოსცა, ესაიას 43:10-ში ზუსტად სიტყვით წავკითხავ რა წერია. მეყვენით მე მოწამეი და მე ვარ მოწამეი თქვენ და იტყვის უფალი ღმერთი და მონაი ჩემი, რომელი გამოვირჩიე. ხედავთ?
გამოვირჩიე, ანუ ამოვარჩიე, სხვებიც მომრავი ყავს, ამოვარჩიეო, აზე ხართ ხალხო, რომელი გამოვირჩიეო. რაითაც ცნადა რწმენას ჩემი და გულისმაყოთ, რამე თუ მე ვარ, რომელი პირველიდან ვიყავ. უწინარეს ჩემსა სხვა ღმერთი არავინ იყო და ჩემსა შემდგომად არავინ იყოს. აი ამის მერე ხალხო, ვინ უნდა თქვას, რომ ღმერთი სამება არის. აი როგორ უნდა გაბედონ საერთოდ და ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა წმინდა წერილის და სახეში შეფურთხება უზენაესის. ანუ ძალიან ცუდი რაღაც მოვა მას, ვინც სამებას ახსენებს წმინდა წერილში რა. ძალიან ცუდი რაღაც მოვა. პირდაპირ დაწყევრილი არის უზენაესისგან. რატო გეტყვით? პირველი, იმიტომ რომ აი ამ მუხში 43:10-ში, რომელსაც ისინი ხშირად იყენებენ, თეოლოგები და ეს ერეტიკოსები, მოხსენებული არის მე-11 საუკუნის ხელნაწერში, რომ პირველობაზეა გამახვილებული ყურადღება, რომ უყურე წერია, რაითაც ცნადა რწმენას ჩემ და გულისმაყოთ, რამე თუ მე ვარ, ამით კი არ მთავრდება მე ვარო. როგორც იესოსი ამბობენ, აი აბრაამის ყოფამდე მე ვარ. არა. მე ვარ, რომელი პირველიდან ვიყავ. აზე ხართ ხალხო, ანუ მამის პირველყოფილობაზეა საუბარი. პირველყოფილი და მარტოდ ყოფილი, მარადიული მამა. აი რას ემტერებიან. აი ხა მივხვდი ესენი ვინა ყოფილიან რა. ესენი არიან მასონებისგან დაქირავებული ხალხი, ეს თეოლოგები. მე-4 საუკუნეში სხვადასხვა მოყოლებული მოდიან და მე-4 საუკუნედაც იყვნენ ეგეთი ამორალური და თავხედები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ეს მამა ძე და სული წმინდა ეთქვათ, რომ ერთმანეთის გარეშე ერთი ღმერთი არ არის. ეს არის ძალიან დიდი დარღვევა წმინდა წერილის სიწმინდის და წმინდა წერილის გაგების, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მე თვითონ თუ ვარ ძე, ვაღიარებ, რომ ვიღაცის ძეო. ამიტომ დავსვით დღეს დილას ეგ კითხვა, რომ თუ იესო ღმერთს უტოლებდა თავს, რა ერქვა იმ ღმერთს, ვისაც ის უტოლებდა თავს? ვიღაც სხვა უნდა ყოფილიყო, ხო, ვისთვის უნდა გაეტოლებინა. თუ თვითონ იყო საკუთარი თავის ღმერთი, არანაირად არ დაჭირდებოდა ვიღაცის გატოლება. საკუთარ თავს ხო არ გაუტოლებდა საკუთარ თავს. სისულელე. ამიტომ რა შეძდებდნენ ბრას იუდეველები? რა ვის უტოლებდაო? იმ ღმერთს რა ერქვა, რომელსაც თავს უტოლებდაო? აი აქ იჭედებიან უკვე, იმიტომ რომ სპეციალურად ეგ სახელი, იაჰვეს სახელი ამ კათოლიკურმა მართლმადიდებლობამ იმიტომ ამოიღო. და დომინოს ეგზერცისტუმ ჩაწერა, ანუ ცაბაოთ უფალი ჩაწერა. და ცაბაოთ უფალში იგივე იაჰვე იგულისხმება, მაგრამ ეს იაჰვე რაღაც ყურში თუ დათხოვდებათ ხალხსა. რახან უმრავლესობა ეტყობა ეკლესიაში იქ ნიკეის კლებამდე დაპირისპირება გამოიწვია ამ სახელმა, თარგმნის პერიოდშიც ხო? ადგეს და მოაშორეს ეს სახელი, რომ არავის არ იფიქრა, რომ იაჰვე ერთპიროვნულად მხოლოდ ერთი ღმერთია. ერთპიროვნულია, პირველყოფილი მამა არის. თან ებრაელების მამა, ხვდებით? და იესო არ ამბობს, რომ მამა ვარ. თქვენი მამა ვარ, კი არ ეუბნება კაცო. თქვენ რომელსაც მამას ეძახით, მამა ჩემიაო. თქვენ რომელსაც ღმერთს მამას ეძახითო, ის მამა ჩემი არის. ის ტაძარი, რომელიც სახელზეც იყო აშენებული იერუსალიმის ტაძარი, იესო ამბობს, მამა ჩემის სახლი არისო და ზუსტად აი მაგ ტაძარზე ამბობს ესაიაში იაჰვე, რომ ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იქნება ყველა ხალხისათვისო, წარმართებისთვისო. აზე ხართ ხალხო, ყველა ხალხი მაღიარებსო, რომ მე ვარო ის, ვინც შევქმენიო ცა მარტომ და განვორცე წყლებზე დედამიწაო. წყლებზე დედამიწაო, აზე ხართ, წყლებზე მიწა განავრცო ხალხო. და თქვენ კიდე იძახით, რომ მიწის ქვეშო არაფერი არ არის. როგორ არ არის? წყლებზე დგას მიწა. მიწისა და ზეცის გამორცომელი, მხოლოდ ერთი ღმერთი არის. ლევად ეხა ებრაულად ხნიშნავს მხოლოდ ერთს და არა სამ პიროვნებას ერთში. ეს არის მეგობრებო საშინელი ღვთისმობა, არ ვიცი ეს ვის მოუვიდა თავში, მე არ ვიცი, არ მესმის რა. არსა და იხა სამება სიტყვა არ არის ნახსენები რა. ტერტულიანეს აქვს მარტო ნახსენები. საერთოდ აი მოციქულებს საერთოდ არ იცნობენ რა სამება ღმერთი, რა ღმერთის სამობით არის. რა გაგებით იძახიან იცი ესენი უყურე და რატომ გადავდიან მე უკვე უკუღმართობაში. იმიტომ რომ იესო ხო იძახის, რომ ვინც მე მხედავს მამას ხედავს, ვინც მე მეხილა მამა იხილა. ნუ თუ არ ჯერა რომ აქამდე ვერ მხედავ რომ მე მამაში ვარ, მამა ჩემშია და მე და მამა ერთი ვარ და თითქოს ამ გაგებით ამათაც თქვენს გაიგე რომ ამათაც ეგ ეთქვეს რომ აი ნახე ცაბაოთ უფალი კია ეს ხატი ცალკე მარტო, მაგრამ ნახე უყურე იესოც ერთი უფალია. ანუ ესე იგი გვატყუებს ესე იგი რა იესო ქრისტე რომ თურმე უზენაესის ძე ყოფილა და ამავდროულად თვითონ ყოფილა მამა და შეუტვინო შენა რომელ მამასთან უნდა წასულიყო თუ თვითონ იყო მამა ზეციდან ჩამოსული.
ხვდები რომ ამით უზენაესის შეურაცხყოფას აწვევი, ანუ თითქოს უზენაესი რაღაცის სახით, ძის სახით ის ერთი ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზე და კაიაფას იძემ სახეში გაარტყა და მოკლეს აფურთხეს და აი არ შეიძლება უბრალოდ იუდეველები ამას არ გააკეთებენ, არ იკადრებენ რა. ხვდები? იუდეველები ამას როგორ იკადრებენ ხალხო, რომ მეუბნებით იახვეს სამება არისო. ეს რამხელა შეურაცხყოფაა, იცი უზენაესის. იახვეს სამება როგორ არის? იახვე თუ სამება არის, მაშინ იესო ქრისტე უნდა მიიღოთ როგორც ხსნელად და ღმერთად. და რატო არ მიიღეს? თუ იახვე მაგათთვის სამება იყო, მაშინ არც იესოს სიტყვები არ უნდა ყოფილიყო მათთვის მიუღებელი. იმიტომ რომ მაგათ სუბსტანციაში, ღვთაებრივ სუბსტანციაში 9 სუბსტანცია დაუშვეს სეფიროთების სახით. გადახედეთ ებრაულ კაბალას. საშინელება სეფერიაციას გადახედეთ. აბრაამის სიქს რო ეძახიან. 9 სეფიროთი აქვს, 9 სეფიროთი. ღვთაებრიობაში 9 სუბსტანცია აქვს კაბალისტების დაშვებული. და იუდეველებს რა აწუხებდათ ვერ გავიგეთ, თუ 9 სუბსტანცია დაუშვეს და ღვთაებრიობაში 9 პიროვნება არის, დიდი ამბავი იესო ქრისტეც ყოფილიყო, თქვა სამების მეორე წევრი, მეორე ჰიპოსტაზი. ხვდებით რომ ეს ქრისტიანული არ არის ხალხო. ეს კაბალისტმა მასონმა ებრაელებმა შემოგიგდეს თქვენ. და დაემუქნენ უდლებს რომ ვინც ამაზე საჯაროდ ისაუბრებდა, განკვეთავდნენ, ან კიდე მოიშორებდნენ თავიდან. დაემუქნენ, ხო, ძალადობით შემოტანილია ეს სამება. ჯერ კიდევ ნიკეის კრებამდე მოხდა იქ, ხო? განხეთქილებები და ტერტულიანე რო დაუპირისპირდა, ტერტულიანე სამართლიანი დაუპირისპირდა. პრაქსეაქსის წინააღმდეგ წიგნი წაიკითხეთ. არც ერთი თეოლოგი მაგას არ თარგმნის, ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია. და ჰერმოგენესის წინააღმდეგ. ამ ორ თავის ნაშრომში ტერტულიანე პირდაპირ იძახის 22 თავში ფრაქსეაქსის წინააღმდეგ, რომ თუ შენ ძეს მამის თანასწორად უწოდებ, ამით შენ მამას ხდი შენ ცხებულად. ანუ მამა გამოყავს ქრისტე. ხვდებით რა ხდება? აი მაგას ვემტერები ხალხო, 4 წელია. 4 წელია ვემტერები მაგას. ვემტერები და ვებრძვი, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელი არის ღმერთი იყოს 3. მით უმეტეს თუ იმ 3 ერთს ვეძახი, რა თქმა უნდა, ერთ დავარქვი სამება, ხო? თუ ერთს დავარქვი სამება და ამ ერთში გულისხმობ სამივეს, ცალკე მამა იმ ერთის გარეშე სამება უნდა იყოს, იმიტომ რომ სამებაა ის ერთიც. მისი გარეშე არ არსებობს სამება, ხო? მაგრამ ესენი მაგას კი არ ამბობენ, არა, მამა ცალკე სამება არ არის, ლევან. ძედა სულიწმინდად სამებაა, მის გარეშე ის ცალკე მამა სამება არ არის. როგორ აბა შენ იმ სამივეს თუ ერთი დაარქვი, მე იმ ცალკე ერთს არ შემიძლია სამება დავარქვა. მაშინო 3 სამება გამოვა. და შენ თვითონ აკეთებ მაგას უკვე. 3 სამება 9 სეფიროთია უკვე, 9 სუბსტანცია აქვს და კაბალისტიკური, მასონური კაბალისტიკა. მამას ცალკე სეფიროთს და ცალკე სამებას გამოყოფს და ცალკე სამებას ქმნის მამა. და 3 სეფიროთიდან 9 სუბსტანცია გამოდის უკვე. ძეც როგორ არის დაიცადე გავიხსენო, ძეს ეძახიან მაგას. ნუ კაბალისტიკაში არის ძეც ანალოგიურად მამის, რომელიც ქმნის სამებას. მამა ანალოგიურად როგორც ძე ქმნის სამებას და სულიწმინდას როგორც ანალოგიურად ქმნის სამებას და გამოდის 9 სეფიროთი ზუსტად. ერთი სინათლიდან. წარმოიდგინე იმ ერთ სინათლეს რა ქვია, ანუ ლუციფერი გამოდის რა, ანუ თავისივე პირით აღიარებენ, რომ ანუ წმინდა წერილებს ეწინააღმდეგება რა თქმა უნდა, მეგობრებო, ხა იქ იახვე არ წერია. ანუ მამას ესენი ნახე, საიდან მოდის ეს ლოგიკა, მამა და სულიწმინდა, მამას ესენი არ აღიარებენ როგორც ერთ ღმერთს. ესენი აღიარებენ იმ კაბალისტიკურ მოძღვრებას, რომელიც არის რაღაცა სხივი, არ ვერ დავარქვი იმ სხივს, რა ქვია, აზიარო, რა თქმა უნდა, ლუციფერი სხივოს ნიშნავს. რომელიდანაც გამოდის მამის ცალკე სუბსტანცია, რომელიც არ შეიძლება იყოს ძის და სულიწმინდის გარეშე განსხვავებული და იმ მამა ქმნის სამებას, ცალკე სამებას. და ავგუსტინე ზუსტად მაგითო ამბობს, რომ მამა ცალკე არ არის სამება, ძე ცალკე არ არის სამება და არც სულიწმინდა არ არის მათი საჩუქარი, ანუ არც ის არ არის სამება. რატო მოიყვანა ავგუსტინე ეს ტერმინები? იმიტომ მოიყვანა, რომ ესე იგი იქ უკვე კაბალისტიკურ მოძღვრება დაშვებული იყო მეორე სოფლიო საეკლესიო კრებამდე და ეს ისესხა სეფერიაციიდან ზუსტადაც ავგუსტინე, როდესაც ახსენა მამა არ არის სამება. რა თქმა უნდა, მამა თუ არ არის სამება, ის არც ძე არ იქნება სამება და სამებაც არ არის საერთოდ არც ძე და არც სულიწმინდა საერთოდ არ არის ერთი ღმერთი სამება.
და უკვე გადაგებენ ტრითეიზმს. ეს რო არ მოხდარიყო, ამ ტრითეიზმში ვარ გადასულიყვნენ, მერე გაამრავლეს, ერთი გაამრავლეს, ერთზე გაამრავლეს, ერთზე და მიიღეს ერთი. აი საიდან მოდის ის რა ქვია იმაგას, სამ შემოუნის როა, სამ შემოუნის სწავლებები. აი მაგედან არის აღა, კაბალისტიკურიდან არის აღებული. და ბოლოს თავის პირით აღიარა, რომ ყურანისა და ბიბლიის მიხედვით სამება არის ღვთისგმობა. ეგ აღიარა, წამოსდა, გაიგეთ ლაივში ხა YouTube-ზე მოусმინე, წამოსდა ეგეთი რაღაც და ესეთ კითხვას ვაქვს, რომ რატო არ შეიძლება ერთი ღმერთი იყოს სამ პიროვნებაში? ხვდებით, ნახე, ანუ თუ ვაღიარებთ, რომ ღმერთი ერთია, ხო? ესე იგი, ვინ არის ის და თუ არ შეუძლია რომ სამ პიროვნებაში იყოს, იმ სამი პიროვნებიდან რომელიც შორის არის ის უდიდესი და ვინ არის ის, რომელიც ამ სამივე შორის უდიდესია? ხვდები უკვე რა კითხვა მედის? ეს კითხვა რო არ გაჩენილიყო, თუ რა ქვია იმ ღმერთს, რომელსაც იესო უტოლებდა თავს, ამიტომ გადაიტანეს 1-1-1 უდრის ერთს, გამრავლებული ერთს. აი საიდან მოდის ეს თემა? სეფიროთებიდან. დამავიწერე რა ქვია იმას რა, კაბალისტიკურად ძის სუბსტანციას რა ქვია. შემახსენეთ ვინმე თუ ვიცით. ძის სუბსტანციას ქვია. დამავიწერე. მამის სუბსტანცია, ძის სუბსტანცია და სულიწმის სუბსტანცია. მოკლედ გავიხსენე მე და გეტყვით, ვინც ჩახედილია კაბალისტიკაში, იმან კარგად იცის, რაზეც მაქვს საუბარი. ანუ საიდან მოვიდა ძის მამასთან გატულების მოძღვრება ზუსტად ამ კაბალისტიკური მოძღვრებიდან. რომ ძესაც იგივენაირ გამოსხივებას უწოდებს, როგორც მამას. ანუ ამათვის ღმერთი არის გამოსხივება. გამიგეთ ხო რა. აი საიდან შემოვიდა სამების დოქტრინა, ამას არაფერი კავშირი არ აქვს ბიბლიასთან. არაფერი კავშირი არ აქვს წმენასთან. ეს არის სუფთა მასონური კაბალისტიკური სწავლება. სეფიროთების სახით. კარგი, წავედი, ბევრს აღარ გადაღლით და იფიქრეთ მაგაზე. უბრალოდ ის სახელი ვეღარ გავიხსენე. ძეს ებრაელები, კაბალისტი ებრაელები რას უწოდებენ? ვერა და ვერ ვიხსენებ. ზეი ხარპინი, ხო? ზეი ხარპინი და ეი ხარპინი თუ რაღაც ეგეთი. ხო, აი ამაგას უწოდებენ. ზეინ არპინი და ეი ხარპინი. ეი ხარპინი მამა და ზეინ არპინი ძე არის. და მაგედან მოდის რომ მამა ცალკე სამება, ძეც ცალკე სამება, ანუ ქმნის თავში სამებას. და სულიწმიდა ცალკე სამება. აი მაგედან აიღო ზუსტად ავგუსტინემ ეს ტერმინი რომ მამა არ არის სამება. ამით დაუპირისპირდა თავისუფლად ვითომ მასონებს. სერიოზული ღვთისგმობაა სამება, მეგობრებო, ფრთხილად იყავით რა. აი ესაიას 53 თავის მეათე მუხლი პირდაპირ ამხელს. პირდაპირ ხაზგასმული არის მამის პირველყოფილობა. გავიმეორებ ისევ მაგ მუხლს ძველ ქართულად. მე ყვენით მე მოწამეი და მე ვარ მოწამეი თქვენ და იტყვის უფალი ღმერთი, ანუ ცაბაოთ უფალი. და მონაი ჩემი, რომელი გამოვირჩიე, რაითაც და გწმენეს ჩემი და გულის მახოთ, რამეთუ მე ვარ, ამით კი არ თავდება. მე ვარ რომელი პირველიდან ვიყავ, ანუ გამახვილებული არის მამის პირველყოფილობაზე. რა თქმა უნდა, იესო პირველი არ იყო. იმიტომ რომ ამბობს მე გავჭდი, მე უზენაესმა გამაჩინა. იგავების 8:25-ში. მე მას გვერდით ვყავდი, როცა ის ცას განამზადებდა, იგავების 8:30-ში. ასე რომ მამის პირველყოფილობაზე აქვს საუბარი 53 თავში და არა იესოს პირველყოფილობაზე. იესო თუ არის პირველყოფილი, მაშინ მამა ვის მიმართ არის, ვისთან მიმართებაში არის პირველყოფილი და უდიდესი მამა. ვისთან მიმართებაში არის? თქმა უნდა, ძესთან მიმართებაში. რომელი პირველიდან ვიყავ, გააქრეს. ამოღებულია ყველა ბიბლიიდან, აბსოლუტურად ყველა ბიბლიიდან და ხდება კითხვა ახლა მე-11 საუკუნეში ამის დამწერს, ამ ტექსტის დამწერს. საიდან ქონდა ეს ცნობა? ამის პირველყოფილობას თუ არ აღიარებდა. და ასევე ის ფრესკები, რაც მე თქვენ განახეთ რუსეთის ეკლესიაში. ზევით მაღლა მამა ცაბაოთის უფალის მამა ღმერთის ხატი რა კუთხედი რო ადგას თავზე რა. ვინ არის ეგა? შევეკითხე და ეგო ძეღმერთის სახით მოდიოდა. უთო ძეღმერთი როგორ არის? აწერია მამა, უზენაესი ცაბაოთი. როგორ არის ძეღმერთი? ჩემს გარდა სხვა ღმერთი არ არის უგეუბნება და პირველიდან ვიყავიო. პირველიდან ვიყავიო, ხალხო გეუბნებათ, აგერ რომელი პირველიდან ვიყავ. ხვდებით? მე ვარ კი არ ამბობს.
პირველიდან ვიყავ. ნუ ამ გიჩემებიათ ხო მე აბრაამზე უწინარეს მე ვარ თქვა და ახლა მე ვარ თქვა აი არის ხადა იახვე იესოა და რაღაცა დებილობები სუფთა რა მართლა რა აგერ 53 თავის მეათე მოხლი რომელი პირველიდან ვიყავ რა თქმა უნდა ეს არის მამის პირველყოფილობაზე და მარტოწყობაზე მამა მარტოა რადგან მხოლოდ ის არის ღმერთი მხოლოდ ის ბადებს ღმერთებს და ისინი არ არიან ღმერთები, რომლებიც ექვემდებარებიან ერთ უდიდეს ღმერთს. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს ლანქტაციუსის სიტყვებია. ასე რომ მეგობრებო, დაგუგლეთ, მოძებნეთ ლანქტაციუსის სიგნები, ათინაგურას სიგნები. პირველი საეკლესიო წერილების ნაშრომები ტერტულიანეს ჩათვლით. იქ თქვენ ვერსად ვერ ნახავთ მამისა და ძის ტოლობაზე და თანასწორობაზე საუბარს, რომ რომელიმე მწერალი ამას ეთანხმებოდეს. ამას ვერსად ვერ ნახავთ. აბა თქვენ იცით. კარგად იყავით.